ონკოლოგიაში რომ გაიმარჯვებ ძალიან ბევრი არა. აი არასდროს არ ყოფილა სხვა პროფესია განხილული ჩემს ცხოვრებაში. მოდი შენ სანახავად, იმიტომ რომ მადლობა გითხრას, ეს არის ძალიან დიდი ბედნიერი. არასდროს არ გამჩენია სურვილი რომ ჩემი ქვეყნის გარდა ეს სიყვარული, ეს პროფესია სხვაგან მეცადა. მოგესალმებით, მე გახლავართ ნიკოლოზ სარაული, ონკოგინეკოლოგი, ქირურგი. ოჯახური გარემოდან გამომდინარე, ვინაიდან მამა არის ექიმი, დღემდე აქტიური მიოგინეკოლოგია და საკმაოდ წარმატებული და დედა პედაგოგი. ამ ყველაფერმა განაპირობა ის, რომ მამა ყოველთვის იყო ორიენტირებული თავის საქმესთან მიმართებაში. დედამ განაპირობა ის, რომ ასწავლიდა ყოველთვის როგორ უნდა დახმარებოდი ადამიანებს. აი არასდროს არ ყოფილა სხვა პროფესია განხილული ჩემს ცხოვრებაში. ეს მედიცინა, მადლობა ღმერთს რო ავირჩი. კარიერაში ყველაზე დიდი როლი უჭირავს პროფესიის მიმართ სიყვარულს. ის რა გზაც აირჩიე, თუ ეს არ გიყვარს და შენი არ არის, რეალურად ვერაფერს ვერ მიაღწევ. ჩემი კარიერა იწყება 2004 წლიდან სამედიცინო სფეროში. პრაქტიკული ნაწილი უკვე 2008 წლიდან, მეოთხე კურსის დასაწყისიდან, როდესაც მე დავიწყე ექიმის დამხმარედ მუშაობა. უკვე აქტიურად 2009 წლიდან ვიყავი ქირურგიაში. 2014 წლიდან გადავწყვიტე, რომ წავსულიყავი უკრაინაში, კერძოდ დნეპროპეტროვსკში, სადაც უკვე ჩავირიცხე რეზიდენტურაში. მიუხედავად იმისა, რომ იქ მქონდა შემოთავაზება, რომ იქ გამეგრძელებინა მოღვაწეობა, უკვე ლიცენზირებული ექიმის კუთხით, მე უარი ვთქვი. ონკოგინეკოლოგიაში, როგორც აღვნიშნე, ბევრი ადამიანის რჩევა გავითვალისწინე და ბევრმა განაპირობა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ინტერესიც ქირურგია იყო. 2018 წლიდან მე მოვხდი მარდალიშვილის სამედიცინო ცენტრში. სრულიად შემთხვევით, აბსოლუტურად, მაგრამ ეს შემთხვევითობა აღმოჩნდა ის, რომ დღემდე ვაგრძელებ ამ კლინიკაში დიდი სიამაყით ბუნებრივია. 2025 წლიდან უკვე ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს კლინიკაში შემოვიდა უკვე რობოტული ქირურგია. ყოველდღიური ცხოვრების რითმიდან გამომდინარე, სულ მაქვს დეფიციტი. იმდენად დიდი როგორ ვთქვათ, მუხტია დადებით ჩემში ოჯახში ყოფნა და ჩემს მეუღლესთან და შვილებთან ერთად, რომ ყველანაირი ფამილიარობის გარეშე ეს არის ერთი დიდი სიხარული ჩემთვის, როცა სახლში მივდივარ. ჯერჯერობით ორი შვილი მყავს, მაგრამ დიდი სიამოვნებით უფრო მეტრი ცხოვან შვილებსაც ვისურვებდი, მაგრამ ეს ცხოვრების განსაზღვრავს ამას დანარჩენი ეტაპი, მაგრამ ამ ეტაპზე ორი შვილი შემოვიფარგლებით, ვინაიდან ჩემი მეუღლე ასევე წარმატებული ექიმია, მასაც ძალიან უყვარს თავის საქმე და ამიტომ ესმის ჩემიც. თანაბარი განცდა გვაქვს ჩვენი საქმესთან მიმართებაში და ძალიან დიდი სიყვარული. პაციენტი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. მისი ფსიქოლოგია ყოველთვის არის სხვადასხვა და ბუნებრივია ინდივიდუალური მიდგომა გვიწევს. ხშირად შემოდიან ჩვენთან ჯერ ოჯახის წევრები, ან მეზობლები, ან კეთილის მოსურველი და ბოლოს მოდის პაციენტი. მაგრამ ყოველთვის ვიწყებ ყოველ პაციენტიდან. მე თვითონს უნდა მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ ბევრი მომცა პაციენტმა გარდა ჩემი პროფესიის, ხო? აი ადამიანურ ნაწილში ბევრი მასწავლის. როგორი კომფორტის არ უნდა შესთავაზო პაციენტს, როგორც არ უნდა დაალაგო მენეჯმენტურად, რომ პაციენტი, ანუ კოლ-ცენტრია თუ სხვა ყველა ეტაპი მაინც შენთან აქვს ძირითადი კითხვა. ძალიან რთულია პაციენტი გამომთიშო დაავადებიდან, როდესაც ჩვენ ერთად ვართ. თითქმის ონკოლოგიაში დაავადებებს უკვე ვამარცხებთ. ონკოლოგიაში რომ გაიმარჯვებ ძალიან ბევრი არა. აი უკვე რამდენი პაციენტი მოდის, რომელიც უკვე 5 წლის ზევით არის, უკვე ის გამოჯანმრთელებულად ითვლება. ესეთი პაციენტების უკვე შეიძლება ხმამაღლად ვამბობ, მაგრამ თითქმის არმია უკვე არის. ყოველთვის არის ჩემს ტექსტუალურ ნაწილში, რომ ჩვენ ეს შევძელით, ჩვენ ეს გავაკეთეთ და რა თქმა უნდა იგულისხმება ამ ჩვენში ის პაციენტი, რომელიც ჩვენ დობას გვიცხადებს. აი აქაც ჩვენ და არა მე.